ქუთაისში ხოსე კარიერას მაიმღერა კონცერტი 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და 70 წლის ტენორმა სასცენო კარიერა ამით დაასრულა. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი ქუთაისიდან. ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი მსმენელი 2 საათის განმავლობაში მსოფლიოში აღიარებულ ტენორს ხოსე კარიერას უსმენდა. მაესტროს კონცერტზე დასწრება ყველა მსურველისათვის უფასო იყო. ჩემთვის გამოწვევა ახალ ქალაქში და ახალი აუდიენციის წინაშე გამოსვლა. მოხარული ვარ აქ ყოფნით. არ ვიცი, სიტყვებს ვერ პოულობ ესეთი აღსვენებულები ვარ. ეს არის ჩვენთვის განსაკუთრებით მუსიკოსების ძალიან დიდი შენაძენი. ქუთაისმა დაამტკიცა, რომ უყვარს ხელოვნება, უყვარს სიმღერა, უყვარს კლასიკა, რაც მთავარია. ესპანელმა ტენორმა კონცერტი ქართველ სოპრანო სალომე ჯიქიასთან და ვახტანგ კახიძის თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართა. 70 წლის ტენორმა ცნობილი საოპერო არიები შეასრულა. ამართლა ის მოლოდინები, რაც ჩვენ გქონდა, იყო ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული, იყო რა თქმა უნდა და ამაში ეჭვიც არ გვეპარებოდა, რომ მაგარი საშემსრულებლო ხარისხი და მგონი ის ადამიანები, ვინც მოვიდნენ, ჩამოვიდნენ სხვა ქალაქებიდან და დაეცნენ ამ კონცერტს, ძალიან კმაყოფილები არიან. კონცერტს დევიდ ხიმენეს კარიერასი თავად ხელმძღვანელობდა. ღონისძიება პროექტ ჩეკინ ჯორჯიას ფარგლებში ჩატარდა. პროექტი საქართველოს მთავრობის მიერაა ინიცირებული და ის მსოფლიოში საქართველოს პოპულარიზებას უწყობს ხელს. წლის ბოლომდე ძალიან ბევრი, ძალიან საინტერესო გამორჩეული კულტურული ღონისძიება გვაქვს. როგორც ცალკე აღებული კონცერტები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქართველი შემსრულებლების და კოლექტივების მონაწილეობით, ისე ძალიან საინტერესო სხვადასხვა ჟანრის ფესტივალი, ეს მუსიკალური იქნება, ქორეოგრაფიული, თეატრალური, კინო თუ სხვადასხვა. ხოსე კარიერასი მსოფლიოში აღიარებული ტენორი, არაერთი საპატიო ჯილდოს მფლობელი და იუნესკოს კეთილინების ელჩია. მაესტრომ სასცენო კარიერა ქუთაისში გამართული კონცერტით დაასრულა.